კი მიჭირს ამ სიტყვის გამოთქმაც კი, მაგრამ აი ნანუკა და ციხე. ამ დროს ახანახე როგორ ავინტები ამ თემაზე სალაპარაკო. აი იქ რა უნდა გააკეთო? ერთადერთი რას ქვია? ძალიან ბევრ რამეს გავაკეთებ, იქ შევქმნი რაღაცა დღიურებს და ავწერ გამოგზავნე უკვე ვიცი ჩემი სიტყვები როგორ იქნება სასამართლო პროცესებზე. სინამდვილეში ეგოისტურად ჩავთვლი, რომ თუ მაგალითად დიდხანს ჯდომა მე არ მომიწევს. არც ამ პატიმრებს აღარ მოვუწევთ, ეხლა დიდხანს ჯდომა ამისი ზუსტად მჯერა და დარწმუნებულა რომ ბიძინა ივანიშვილი ეს კარგად დაიმახსოვრეთ, ეს ვიდეო კარგად შეინახეთ. ბიძინა ივანიშვილი დიდხანს ამ ხელისუფლების სათავეში ვერ იქნება. მაგრამ ნახეთ როგორ რაღაცა მე მგონია გულწრფელად რომ გარეთ უფრო ეფექტური ტიპი ვარ, ანუ უფრო მეტი რაღაცის გაკეთება შემიძლია ვიდრე ის რომ თუმცა მგონია რომ ჩემი პატიმრობა ამათ დააზარალებს. ანუ მე არ ვარ ესეთი მიუხედავად იმისა რომ მათ გონიათ რომ ნაციონალებს რო შემაზილავენ ამით მე არასოდეს არ დამიმალია რომ ნაციონალური მოძრაობის შემომხაზველი ვარ მიშა სააკაშვილის გამო არც არასოდეს არ დამიმალია რომ მე მიშას ამომრჩეველი ვარ. იმიტომ კი არა რომ მიშას შეცდომები არ დამინახავს და არ ვიცი იმდენი ვიცი რომ და ისე შემიფასებია მაშინაც კი როცა მის გვერდით ყოფილ ვარ განსხვავებით იმ დღევანდელი რაღაცა კონფორმისტი მონებისგან, რომლებიც მაშინაც მის გვერდზე იყვნენ და დღეს ქართული ოცნების გვერდზე არიან, მიშაზე მეტი ამ ქვეყნისთვის არც ერთ ქართველ პოლიტიკოს არ გაუკეთებია. შესაბამისად, მე მისი ამ უმრჩეველი მიუხედავად იმისა, რომ მასზე გაბრაზებული ვარ, რაც გააკეთა ამ ვიდეოს როდესმე ხო ნახავს, რაც ნაციონალურ მოძრაობას დამართა. მე მასზე ძალიან გაბრაზებული ვარ, მაგრამ ახლა პატიმარია და მასზეც გაბრაზებას და წყენებს არ მოყვები მოვა ამის დროც. და შესაბამისად მე არასოდეს ეს არ დამიმალავს რომ მე ვარ მიხეილ სააკაშვილის მეგობარი და მე მისი თავი და ყველა უნამუსოა ვინც ფიქრობს რომ ამ ციხეში მიშა სააკაშვილი უნდა იჯდეს და როდესაც ვამბობთ რომ რუსული ციხეა და რუსული ხელისუფლება ყველა სხვა დანარჩენთან მიმართებაში მიშა სააკაშვილთან ამას ვინც არ იმეორებს არის სამარცხვინო პოლიტიკოსია თუ უბრალოდ მოქალაქე ანუ არ შეიძლება ასეთი სუბიექტურობა მაგრამ ნახეთ როგორ რაღაცა და ქართულ ოცნებას ფიქრობს რომ ამის გამო ამ ჩემი პოლიტიკური არჩევანის გამო მე არ ვიქნები ადამიანებისთვის მნიშვნელოვანი არ იქნება ადამიანებისთვის ჩემი პატიმრობა და უსამართლობის განცდა არ ექნებათ და მე მგონია რომ ძალიან ცდებიან მე მგონია რომ ძალიანაც დაზარალდებიან ამიტომ მათთვის უარეს თუ დამიჭერენ თორე ეს იქნება ჩემს იქიდან კიდე სულ სხვა ნანუკა გამოვალ რა ციხე ვის არ გაუულია ციხე რა უნდა იყოს ციხეში ძალიან საინტერესო გამოსო იქ შევალ ქალები იქნება ჩემს გვერდით რაც კი ვისწავლე ტკივილების გადამუშავება ამ ყველაფერს იქ ჩავრთავ ჩემს აირუა და შინასწავლებს იქ გიყოლება შენი აუდიტორია კი ზუსტად